ჩემთვის ძალიან ნიშნულოვანი ვიდეოთი, იმიტომ რომ დღეს რალამაზი გეა რანა ტელინზეა იმიტომ რომ ჩემარზე მილიონი ვარ გილოცა უნდა ჩაიფიქრო და ისე ჩააქრო მართლა მაგარი გეგოქს რა ფიქრობს ცა ჩაიფიქრე? კი. რა ჩაიფიქრე? ვერ ვიტყვი სურვილი არის და თუ ვიტყვი არ სრულდება, მაგრამ კარგი რაღაცა არის. მიხვდებიან მაყურებლები დაახლოებით რა შეიძლება ჩაგეფიქრებინო. კი. მე მგონი? არა გონია. არა, 100? ახლოს ვარ? კი, ახლოს. გაიგო. აი, ვიდი. 3 2 ერთად ჩააქრეთ, აბა. 1 რა თქმა უნდა, დედა ჩვენთან ერთად არის, უბრალოდ კამერასთან მოუწია ყოფნა. ასე რომ, მთელი ოჯახი ასე შემოუერთდით ემილიას ძალიან მაგარ ამბავს, იმიტომ რომ ემილიას ყავს მილიონი გამომწერი საქართველოში. საქართველოში მილიონი გამომწერი. არის ძალიან მაგარი. პირველ რიგში მინდა მოგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს შეიძლება მყოლოდა 1 მილიონი გამომწერი და ეს დღეები რაღაც ეიფორიაში გრძნობ თავს. ხო, მართლა ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ისე მიდიოდა შენი არხი, რომ უკვე ხვდებოდი, რომ იყო იქ შესაძლებელი და ნამდვილად შეძელი ყველამ ერთად შევძელი და რა თქმა უნდა თავარი აქ არის მაყურებელი. მილიონი გამომწერი საქართველოსთვის ნამდვილად ძალიან ბევრია, რომ რა თქმა უნდა, რო დაიწყებ იუთუბერობას ესეთ რაღაცას ვერ წარმოიდგენ, მაგრამ იმდენად იზრდებოდა შენი არხი და იმდენად იზრდებოდი შენ თვითონ YouTube-ზე, არა ისე მარტო. მე უკვე მჯეროდა სხვათა შორის, რომ ეს იყო შესაძლებელი და ნამდვილად ჩვენ ყველამ ერთად და რა თქმა უნდა მაყურებლებმა ყველამ ერთად ეს შევძელი და უკვე ვართ მილიონი. მაგრამ არ არის მარტო გრძელდება კიდე ეს მილიონი კი არ მორჩა. კიდე გრძელდება და ეგ მართლა არის სადამდე შეიძლება ავიდეს. ეგ უკვე მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის. კიდევ ერთხელ მეც გიხდით ძალიან დიდ მადლობას. რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. მთელმა ოჯახმა ემილიმ თავისთავად ემილი უფრო ერთობოდა ხოლმე ყოველთვის და ერთობა, მაგრამ მაინც შრომას მოითხოვს ეს ყველაფერი და უღრმესი მადლობა თქვენ იმ მხრიდან რომ არ ყოფილიყო ეს სტიმული ჩვენ ალბათ ამდენს ვერ შევძლებდით ასე რომ მადლობა თქვენ ემილი მოდი ეხლა პატარა ინტერვიუ ჩავატაროთ რა სხვათა შორის ჩვენ არ გქონია ინტერვიუ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს საინტერესებს და მე შენი გადმოსახედიდან მაინტერესებს როგორ იყო შენთვის აი ეს პირველი ვიდეოები ანუ აი რო დავიწყეთ როგორ გახსოვს საერთოდ თუ გახსოვს იმიტომ რომ პატარა იყო აი როგორი იყო ეს შევახსენე მაყურებლებს რომ ემილია იყო 4 წელსაც არ იყო რომ დავიწყეთ გადავიდა ხო დაახლოებით მასე მოკლედ აი ეს კარგად არ მახსოვს უფრო ვიდეოების გამომდინარე თუ გეტყვით ახლა რაღაცეებს რომ აი პირველი რაღაც ვიდეოები იყო უფრო მაგიდასთან რო ვიჯექით ხოლმე და რაღაცეებს რო სადამაშოებით თამაშობთ და რაღაც და შენ კიდე სახე არ გიჩანდა რაღაც პირველ ვიდეოებში ესე იყო და მარტო ხელები ჩანდა მე ნელა რაღაც გადავედით უფრო სათამაშოების გახსნას და რაღაც ეგეთი ვიდეოები იყო მე რაღაც თოჯინის გადასეირნება და რაღაც პეპა ქოჭების და რაღაცები და ან მიკი მაუს რო კარგავდით რაღაც ხეში და რაღაცები სხვათა შორის მილია უყურებს ხოლმე მაგ ვიდეოებს და ესე იხსენებს და ძალიან რაღაც სასიამოვნო არის ხო რომ ამდენი წელი გავიდა და ძალიან მიყვარს რაღაც პატარაობის ვიდეოების ყურება რომ რაღაც მახსენდება ნოსტალგია მერთვება და თავს გზნობდი როგორც პეპას და ჯორჯის დედას როცა ვაკატავებდი ეტლში პარკში და რაღაც ან დედა იყავი ხო ხო ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ემილია იმდენად იყო ჩართული ამ პროცესში იმდენად არ ვიცი იქ იყო რასაც ქვია და მართლა ეგრე გზნობდა თავს დარწმუნებული როგორც მშობელი პეპასი და ჯორჯის იმიტომაც აიწყო ესე კარგად და იმიტომ გამოვიდა ესეთი საინტერესო საყურებლად აი შემისწორე
კარგი, მაშინ კიდევ ერთ კითხვა. და ბოდი შეხაგაწყვეტი რომ კიდე რაღაცას დავამატებ, რომ როცა პატარა ვიყავი, რაღაც სათამაშოებით თამაშობდი და ჩემს ფანტაზიებში ვიყავი და მშობლები ისე მყოვოდნენ თამაში, რომ რაღაც თავს გრძნობდი ერთ დიდ თამაშში. მაინტერესებს თუ იცი, მაყურებელსაც აინტერესებს კონკრეტულად შენს ვიდეოს, რომელს აქვს ყველაზე დიდი ნახვა და თუ იცი რა ციფრია ეს? კი, ვიცი, იმიტომ რომ აი ვიდეოებში რო გადადიხარ ხო არის რაღაც oldest popular და რაღაცა და აი მაგას რო აწვევი, მან პირველივე ვიდეო არის მიმიკურუმ არის აგარაკზე რო ვართ. უბრალოდ რიცხვი არ მახსოვს ალბათ 11-ზე 12 მილიონზე მეტი ექნება ხო ნახვა. 19 მილიონი. 19 მილიონი აქვს ნახვა. ვაიმე. აბა ეგეთებიც ხდება. სხვათა შორის ემილის არგზე ხო მილიონიანი ვიდეოები, ანუ უმეტესობა შენ ვიდეოს მილიონზე მეტი აქვს ნახვა. ანუ რო ავიღოთ ძალიანად ვიდეო უფრო მეტი აქვს. სხვათა შორის ეხლა მინდა ზუსტად მაგ ციფრებზე გადავიდე. ესე იგი, უცბად რო გავიაროთ ციფრები, ნუ მილიონს რა თქმა უნდა გადაცდა ემილი ტივის არხი. ასევე კიდევ ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? გამომწერები ციფრი მესმის ძალიან მაგარია. კიდევ ყველაზე მაგარი ის არის, რომ ემილის არქს საერთო ჯამში ყავს არა აქვს მილიარდ ნახევარზე მეტი ნახვა. ანუ წარმოიდგინე მილიარდ ნახევარზე მეტი ნახვა. ჩვენ ვართ ქართველები საქართველოში ცხოვრობთ დაახლოებით 3.700.000 თუ არ ვცდები, თუ ვცდები კომენტარებში მომწერეთ, იმედია გაცილებით მეტნი ვართ. არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ უკონკურენტო ლიდერი ხარ მართლა ну გამომწერები ხო გამომწერებია რა თქმა უნდა, მაგრამ ნახვების ხრივაც და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. იმიტომ რომ ამას მართლა ამას ვერ წარმოვიდგენდი ამასაც. საქართველოს შესაძლებელი იყო მილიარდ ნახევარი, ან მილიარდი კი არა, მილიარდ ნახევარი, ანუ 2 მილიარდზეც ახლა ჩვეულებრივად. ცოტა ისე თემას უნდა შევეხო, რომ რა თქმა უნდა მართლა თქვენთან ერთად მეც მაინტერესებს. ამდენი წელი რომ გაიარე, ამდენი გამომწერები, ამდენი ნახვა, მაინც რა იყო შენთვის აი ამ პერიოდში ყველაზე რთული პერიოდი რომელი იყო? აბა დაფიქრდი ემილი. რთული პერიოდი. ისე მართლა თქვა, არც მახსენდება არაფერი ისეთი რთული პერიოდი რა ვთქვა. ძალიან კარგი. ნუ აი პატარა რო ვიყავი ჩემი თავი რაც კი მახსოვს, რაღაც უცნობდნენ და ანუ ეგ არ იყო რთული. ანუ ეგ ისე ჩვეულებრივად შემოვიდა შენ ცხოვრებაში, ხო, ცნობადობის ხარ. რაღაც ისეთი არ იყო. ნუ ალბათ უფრო ის იყო, რომ აი პატარა რომ ვიყავი, თამაში რო იყო და რაღაცა, აი მაინც ჩემი მასში ვიყავი და შენც იჯექი გვერდით მეხმარებოდი რაღაც სათამაშოებს ხსნიდი და რაღაც მაღაზია იყო რა უფრო ვიდეოები და რაც უფრო ვიზდები, მაინც მე მიწევდა მოფიქრებ რაღაც ვიდეოების და რაღაცებს ხო და მაინც ახლა თქვენ ვერ ხვდებით რაღაც ჩვენ ბავშვების რაღაც თემებს და რაღაცებს და აი უფრო საინტერესო რომ იყოს ყველასთვის და რაღაც ეგეთი ვიდეო ალბათ ეგ იყო რთული რომ მაგის მოფიქრება. ხო, სხვათა შორის ძირითადად ვიდეოების იდეები, ну სერიალი ეს ცალკე თემა არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სცენარი იწერება, მაგრამ იდეები არ ვიცი უკვე რამდენი წლის იყო, ძირითადად მოდიოდა ყველაფერი ემილიასგან. და ჩვენც მშობლები მან ვეწყობოდით უკვე ემილიას. და ნუ ხო მესმის ეს გადასვლა, იმიტომ რომ მოუწია უკვე თვითონ სხვანაირად ჩართულობა, რომ ყველაფერში ეს ვეღარ ვეხმარებოდით, იმიტომ რომ ზუსტად სწორი თქვი, იმიტომ რომ ესე ყველაფერში რთულია ეს ბავშვური თემები, ეს ყველაფერი. რაღაც ტრენდები რო შემოდის და რაღაცეები ახალი ახლა თქვენ ვერ ერკვევით. აგებში. და ერთი ისიც უნდა გავიხსენო, ხო სხვათა შორის დამოვიწყო ვიდეოს გადაღება, როცა დავიწყეთ, ემილიასთან მე არ ვჩდებოდი, იმიტომ რომ მრცხვენოდა კამერის, აი წარმოიდგინეთ კამერის მრცხვენოდა. და მე ეგეთი რაღაც არ წარმომიდგენია კამერის რო. როგორ უნდა მრცხვენოდა? პირით კამერასთან უფრო კარგად გზნობ ხო თავს? და მე ნენელა მეც გამოვჩდი და სხვათა შორის ხმით ცნობდნენ ხარ, ხმით. მე საკუთარ ხმას ვერ ცნობდი რომ უყურებდი, მაგრამ დღესაც შეიძლება ვერ დავინახოს ადამიანმა და ხმას მიიღოს, მაინც გავს ნაცნობი ხმა. საიდან ან კიდევ ეცი როგორ მეუბნებოდი. აი ეხლა თქვენი ხმა რომ მესმის რომ გონია რომ ჩემ ოჯახში ხართო, ძალიან ახლობელიო. იმდენად ხშირად გვესმისო შენი ხმაო და ძალიან სასიამოვნო ნამდვილად ეგეც. კიდევ ძალიან საინტერესო კითხვა, შეიძლება არასასიამოვნო, ნახოთ. რამდენად რეაგირებ
და თუ მოქმედებს შენზე, როცა წერენ რაღაცა ცუდ კომენტარებს. ესე იგი, კომენტარებზე. მე მინდა ვთქვა ის, რომ ადრე მთლად არ უკითხულობდი ესე კომენტარებს არ უკითხულობდი და უკვე როცა დავიწყე კითხვა, ცოტა უფრო დიდი ვიყავი და ხო აი ეგეთი ცუდი კომენტარები მხვდება ხოლმე და პირველს რასაც ახლა მახსენდა პირველი კომენტარი არის ყველაზე ხშირად მაგას წერენ. როდის გაიზრდები და აი ამ კომენტარს ვკითხულობ, აი ეგრევე მახსენდება, აი Baby Boss-ში რომ არის ბავშვი რა, რომ სერიოზული, აი არასდროს რო არის იმის რაღაც ესეთი სახით რო ზის რაღაცა ესეთი ჰალსტუხი აქ, აი აქ, ესეთი სერიოზული აქვს, ცოტათი ესეთი კუზი აქ. ეს ბავშვი შეიძლება 10 წლის იყოს, მაგრამ ის სახეზე გავს 50 წლის რაღაც კაცი. არ უნდა 50 წლის იყოს. ხო, და აი ესეთი ზის და ესე წერ გოგონა როდის გაიზრდები? არა ვერ გაიზარდა. რით ვერ გაიზარდა? და სიცილის მოჯე. არა მართლა ირა კომენტარებია და ესეთ რაღაცას ხვდები რომ ამ კომენტარებს ისეთი ადამიანები წერენ, რომელიც სამწუხაროდ არაფრით არ არიან დაკავებულები და რაღაც დიდ რაღაცას ვერ მიაღწევენ და ვერც აღწევენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი მართლა ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები, მაგალითად არაფრით რაღაც ცეკვაზე დადიან ან ტანვარჯიშზე ან რაღაც ფიგურულ სრიალზე, ანუ დაკავებულები არიან და ესეთ რაღაცას არ ამგონია რომ დაწერენ და თან ადამიანი რომელიც რაღაც შრომობს, ჩემი აზრით იმას ხვდება რომ რამდენად რთული ამ შრომაში აი რაღაც მიღწევა რაღაც დიდის და ჩემი აზრით აი უბრალოდ ეს წყალში ამ შრომას არ ჩაგდებს და ესეთ კომენტარს არ დაწერს. ანუ ხვდება რომ ძალიან ისეთი კომენტარია რაღაც. ეს ერთ-ერთი კომენტარი გამოყო, კი, ბავშვობიდან სამწუხაროდ ჩვენთვის გაუგებარი იყო ყოველთვის რომ ბავშვობიდან იყო რაღაცა ესეთი სუდი და არასწორი კომენტარები, კრიტიკა ჩვენთვის მისაღებია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის კრიტიკა და ემილისთვის რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო მშობლებისთვის, სხვათა შორის არასდროს არ უმოქმედია ემილის რაღაც კომენტარს ისე რომ ვაიმე რა მომწერეს რაღაც ყოველთვის ან იუმორით ხვდება, ან კიდევ გაატარებს. ანუ ძალიან სწორად არ გიქხვავ მართლა ეგ კომენტარები რას ნიშნავს? ეს კომენტარები ჩემი გადმოსახედიდან პირველი ის არის რომ ცდილობს ადამიანი მართლა რა იყო რაღაც ვერ მიაღწიოს ცხოვრებაში და ცდილობს რომ ყურადღება მიიქციოს მართალი ხარ და ასევე ცდილობს რომ რადგან პოპულარული ხარ და ნამდვილად ბევრ რაღაცას მიაღწიეში უნდა რომ აი ეს აღიზიანებს, არ ვიცი, შეიძლება ცუდ რაღაცას ვიცახი, მაგრამ მე მაგას ვხედავ. და არ ვიცი, მე კომპლექსი ძალიან აი ზუსტი სიტყვა კომპლექსი. ადამიანი რასაც თავის თავში ვერ პოულობს, სხვებს შეეძებს მაგას. რაღაც ეგეთი ისა. ზუსტად ეგრე არის და კიდევ სამწუხაროა ის რომ არა მარტო ბავშვები და მოზარდები წერენ, მშობლებიც წერენ. ერთ-ერთ კომენტარს გავიხსენებ, ბოლო კომენტარს. მშობელმა დაწერა სხვათა შორის, არ ვიცი, შეიძლება ოჯახში პრობლემა და კომპლექსი. ოჯახში რაღაც კი ეგრეა. მშობელმა დაწერა სულ ბოლოს თან რომელ ვიდეოზე, 1 აპრილის ვიდეოზე. გახსოვს რა ეწერა? არა, ამ სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ შინაარსობრივად მახსოვს, რომ მშობლებზე რო ეწერა, რომ იმას მაიცემ გაიზრდებიო ემილ მშობლებს არ ეშინია თუ რაღაც გაიზრდები ემილი და მშობლებს უჩივლეფო. ვინც ესე წვალობს, არ ვიცი, ფიქრობს რა კომენტარი დაწეროს თუ როგორი რამეთი გააბრაზოს თუ არ ვიცი თუ აწყენინოს თუ გული ატკინოს ემილიას ტყუილად ცდილობთ ნამდვილად შეიძლება დაჟე ჩემზე იმოქმედოს რაღაცას მაგრამ ემილიაზე ვაფშე არ მოქმედ აი საერთოდ არ მოქმედ და ძალიან მიგვიზა თან მიხარია რომ კონკრეტულად მაგ თემაზე ემილიას აქვს ესეთი ხედვა ძალიან სწორი და ეს ხედვაც სხვათა შორის თვითონ გამოიმუშავა ჩვენ არ ყოფილვართ მაგაში რაღაც ჩართული და რაც ლექციები ეს ერთ წავიკითხავს რაც ზოგჯერ ლექციების წაკითხვა ვინც მაგ კომენტარებს წერს იმათ ნამდვილად ჭირდებათ კაი ლექციების წაკითხვა ისე მშობლების მხრიდან თვითონ ემილი გვიტყვის ეხლა შემდეგ საკითხზე გადავიდეთ ესე იგი რა ხდება ემილის არხზე სიახლეები ვთქვათ როგორ მიდის სერიალის გადაღება რომ გაგრძელდება არ გაგრძელდება და კიდევ რა სიახლეებია რასაც თქვენ გაიგებთ პირველები, იმიტომ რომ საქართველოში მსგავსი პრეცედენტი
ნამდვილად არ ყოფილა და არ ვიცი ეს არის ჩვენთვის აი მართლა ძალიან დიდი რაღაცა არის და ამას თვითონ გეტყვით ემილია. ესე იგი სერიალზე დავიწყებ იმით რომ ანუ მე და დედა აღარ მახსოვს ოთახში ვიყავით თუ სადღაც და უბრალოდ საუბრობდით რაღაც ახალ ვიდეოზე, რაღაც ისეთი საინტერესო რო ყოფილიყო და რაღაც და მე ვფიქრობ მეთქი ვაიმე ამ ვიდეოს გაგრძელებაც რო გავუკეთოთ მე და დედამ თქვა ვაიმე შეიძლება და აი უბრალოდ რაღაც ოთახში საუბრობდით როგორი ვიდეო შეიძლება იყოს, როგორი გაგრძელება შეიძლება ქონდეს სადღაც 3 სერია ავაწყეთ რა ესე და თან ისეთი ვიდეო გვინდოდა რომ ყოფილიყო რომ აი მაინც მე რომ მაგალითად ბლოგი მაქან რაღაც და რაღაც მეიქაპზე რო ვსაუბრობ და რაღაცა ანუ მარტო გოგოების აუდიტორიისთვის არის ეს ვიდეო და აი რაღაცა ისეთი ვიდეო რო ყოფილიყო რაღაც ისეთი 3 მაგალითად ვიდეო სადაც ანუ ბიჭების და გოგოების რაღაც ორივე დაინტერესდებოდნენ ხო და ესე იგი ესე და ნელ-ნელა ეს სერიები განვითარდა და ეხლა სადამდე მოვედით მესამე სეზონია ხო და სერიალის იდეა იყო ტანიასი. ტანიას მოძდით ხოლმე ასევე ემილიასთან ერთად ესეთი გრანდიოზული იდეები და ძალიან მაგრა მახსოვს ხოთა შორის, როცა ამ სერიალზე დაიწყეს და სერიებზე ფიქრი მე ცოტა არ ჯეროდა მეთქი ვიცი რა გამოვა სერიალია. არა სერიალი არის ჩვენ უბრალოდ ფიქრობდით რაღაც 3 ვიდეო რომ ანუ ერთმანეთზე იყოს ანუ რაღაც ერთი ვიდეო რომ არის და ამ შინაარსთან რომ გავიწევთ. არა მე იცი რას ვიძახი მაგრამ მახსოვს როგორ ფიქრობდით აი ეს იწავა მე ეს აი ძალიან ჩართულები იყვნენ ესე კარები გავაღე ხედავ როგორი ჩართულობა არის და ვერ შემოვჩნიეს მეთქი კარგით გააგრძელეთ ესე ნელ-ნელა მივხვდი კარები იმიტომ რომ ძალიან ჩართულები იყვნენ და სხვათა შორის მანდ უკვე მივხვდი რომ რაღაც კარგს მოიფიქრებდნენ და პირველი სეზონი ესე იგი მთლიანად ტანიას სცენარი იყო. ხო, მთლიანად დიდია. მეორე სეზონიც დაახლოებით 11 სერია ტანიას იყო, ნუ მეც უკვე ჩავერთე სცენარში და ეს ჩვენთვის იყო ძალიან ახალი რაღაც, არ ვიცი, აი ამ სერიალსაც რაც უფრო სეზონები გადის, უფრო არ ვითარებ და მაგის მერე უკვე ყავს სცენარისტიც რაც ძალიან კარგად უგებთ რა თქმა უნდა ერთმანეთს და აი სერიებია მე მგონი, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი გვინდა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მგონია რომ კიდევ უკეთესად ბევრი რაღაცა შეიძლება, რაღაცებზე ეგ დამოკიდებული კიდევ ფინანსებზე დამოკიდებული ელემენტარულად რომ ცოტა კიდევ უფრო გავშალოთ და რა ვნახოთ, მივყვებით ჩვენი ძალებით, ეს ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ძალებით. სხვა არავინ არ გვეხმარება ამაში. მე რო უყურებ რაღაცა პირველ სეზონს ან даже მეორე სეზონს რო უყურებ ხოლმე, რაღაცა თამაშის მხრივ და აი ესეც რო გავიზარდეთ და რაღაცა ვფიქრობ, აი აქ ესე რატო ვთქვი, აქ შემეძლო უფრო კარგად მეთქვა, აი რაღაც ისეთი რაღაცებია ზოგჯერ მცხვენია მაგის ნახვა. და მოდი ისე თქვა, ხო სერიალის მონაწილეებზე თქვა, იმიტომ ეს სერიალის მონაწილეებიც ესე შევარჩიეთ რაღაცა დიდი კასტინგები და ისინი არ ქონია. ნამდვილად მე თვითონ მინდოდა სხვათა შორის ისეთი მოზარდები ყოფილიყო რომლებიც პირდაპირ ძალიან მსახიობები არ იქნებოდნენ იმიტომ რომ ჩვენ ესე უყურებთ რომ ჯობია ერთად გავიზარდოთ იმიტომ მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან კარგად მოყვებია რა თქმა უნდა ყოველთვის უკეთესი უნდა იყოს და ყოველთვის ბევრ რაღაცაზე უკმაყოფილი ვარ მე პირადად მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ და აქედან ყველა სერიალის მონაწილეს დიდ მოკითხვა და დიდ მადლობას უხდი, იმიტომ რომ ძალიან ჩაერთვნენ, მონდომებულები არიან და ძალიან უნდათ თვითონაც რომ აი რაც შეიძლება კარგი სერია გამოვიდეს და კარგად ითამაშონ და წარმოიდგინეთ ეხლა როგორ რაღაცას შეეჭიდნენ ისინიც. იმიტომ რომ ეს მარტივი არ არის. მე პირველად კამერა რო ესე შემომხედა თან სახში ესე რომ მიყურებ და კამერა მითხოვდეს ვიღებდით უბრალოდ მიარჩანდი. მე თვითონ ისე დავიბენი და ისეთი რაღაცები დავემართა ну მესმის ყველაზე ვინც პირველად კამერასთან მოწევს რამდენად რთულია. და კიდევ ერთი ინფორმაცია, ამას მე ვიტყვი. მე ეს ინფორმაცია რო გავიგე ძალიან გამიხარდა. მოკლედ. მაგარი ამბავია მაგარი. ჩვენი სერიალი გაცდა საქართველოს ფარგლებს. და ითარგმნება სხვადასხვა ენაზე. ჩამოვწერე, მომზადებული ვარ ამისთვის. სანამ იტყვი, მართლაც ეს იყო ჩვენთვისაც, არ ვიცი, ცოტა შოკი იყო, იმიტომ რომ ნამდვილად გასცა საქართველოს ფარგლებზე. ეხლა მიდის დიდი მუშაობა, მთელი ჯგუფი მუშაობს ემილიას სერიალზე, რომ გადათარგმნონ რამდენი ენაზე? 11 ენაზე. ანუ ემილიას სერიალი ეხლა აი ამ წამს ვიღაც დიდი ჯგუფი ასე თქვა ძის და თარგმნის 11 ენაზე ემილიას სერიალს. ანუ 11 ქვეყანაში
გადათარგმნილი იქნება ემილიას სერიალი. ფოთაშორის მესამე სეზონიდან იწყებენ და მიუყვებიან ასე ვთქვათ. და ეს არის, არ ვიცი, უპრეცედენტო შემთხვევა არის ნამდვილად. მე არ ვიცი, საქართველოში მსგავსი რაღაც ნამდვილად არ ყოფილა. მსგავს გულისხმობ, რომ ეს 11 ენაზე რო გადათარგმნილი იყო და ეს შემოთავაზება ჩვენი მხრიდან კი არ იყო, ფოთაშორის თვითონ სხვა ქვეყნიდან მოვიდა ეს შემოთავაზება, რომ ესეთი პროექტი გავაკეთოთ და ჩვენ თქვით ეგრევე მეთქი გავაკეთოთ. და ემილის რო უთხარი, შოკში იყო და ეგრა გვეტყვის ემილი ქვეყნებს, იმიტომ რომ დარწმუნებული მან ქართველები ცხოვრობენ ყველგან და მათთვისაც საინტერესო იქნება. ხო, ისი გამიხარდა რა, რაც ლამაზად ჩამოწერე, რაღაც დროშებიც მიუწერე რაღაც. ესე იგი, ესპანური, ინგლისური, რუმინული, პოლონური, ფრანგული, უნგრული, გერმანული, ბულგარული, იტალიური, ჩეხური და ბერძნული. აი, ამდენ ენაზე ძალიან მალე ემილიას სერიალი გავა. აი ესეთი მაგარი ამბავი გვაქვს. რაც არის ერთ-ერთი დიდი წარმატება ნამდვილად. ანუ ემილი ტივი გაცდა საქართველოს. მაგიტომ კიდევ ერთხელ გეუბნები შენ კონკრეტულად პირველ რიგში, რომ შენი არხი არის საქართველოში ყველაზე წარმატებული. მაგას სრული პასუხისგებლობით და სიამაყით ვიძახი და რა თქმა უნდა ქართული იუთუბერებს ყველას უსურვებ წარმატებებს თავისთავად. იმიტომ რომ სხვათაშორის უკვე ძალიან ბევრი ისეთი ძალიან კარგი კონტენტი კეთდება საქართველოში, ეს უნდა აღვნიშნოთ. იმიტომ ჩვენ როცა დავიწყეთ მაგდენი არ კეთდებოდა ნამდვილად და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით და ისეთ რაღაცებს შევეჭიდეთ, რომ რთული იყო ეს გზა. და ბევრი უკვე კარგი კონტენტი კეთდება, ძალიან საინტერესო არის რაღაც კონტენტები, ყველაზე ვერ ვიტყვი ნამდვილად და რა ვიცი, ყველას წარმატებას უსურვებ და მაინც ერთი რაღაც უნდა ვთქვა, ეს არის პირადად ჩემი გადმოსახედიდან ჩვენთანაც ყოფილა ფოთაშორის შემოთავაზება ინტერნეტ კაზინოდან, რაც რა თქმა უნდა მე და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახიც არის ძალიან წინააღმდეგი. მე ვთვლი ეს არის ჩემი ხედვა, რომ სპონსორობა ინტერნეტ კაზინოსი რაღაც ხრივ მე ვთვლი, რომ არ არის სწორი. იმიტომ რომ იუთუბერობა და იუთუბი ისეთი ადგილია, სადაც მაყურებელი სრულიად გენდობა, როგორ თქვა, მოყვება ყველაფერში. შენი ოჯახის წევრით არის ნამდვილად და რეკლამირება ინტერნეტ კაზინოსი, მე ვთვლი, რომ არ არის სწორი. ეს არის ჩემი ხედვა ნამდვილად. ჩვენი, მთელი ოჯახის ხედვა არის ეს და ერთ იმასაც დავამატებდი, ერთხელ ემილიმ გადაიყო ყინულის, ერთხელ არ ერთი ორჯერ გადავიღეთ ვიდეო, მაგრამ ყინულის მოედანზე, არენაზე, სადაც ვიძახდით და ვიტყვით დღესაც, რომ ამ ვიდეოს მთავარი მიზანი იყო, რომ პოპულარიზაცია ყინულის მოედნის თუ ციგურების თუ რამდენად ნამდვილად თუ რამდენად კარგია ჯანმრთელობისთვის, ბავშვისთვის, მოზარდისთვის და ეს ვიდეო რომ დავდეთ მაგაზე მოკვა რაღაცა ჰეითის სახით, რომ ჩვენ ვითომ ვარეკლამებდით ინტერნეტ კაზინოს, რაც მერე რომ გავიგე, მაგას ვერც გავიფიქრებდი ნამდვილად, რომ შეიძლება და მაგას ეს მოყოლდა, მაგრამ დღესაც ვიტყვი, რომ ყინულის მოედანი და X-რეალი ნამდვილად პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის არის ბავშვისთვის და არა მარტო ბავშვის დიდისთვის კარგი და ძალიან ლამაზი სპორტი. ხო, ძალიან ლამაზი სპორტია ნამდვილად და ერთი იყო ეს, რომ იქ გითხრეს, რომ თითქოს ჩვენ რაღაც კაზინოს ვაპიარებდით, რაც იყო არასწორი ნამდვილად და რაც არ ვიცი, ვიღაცები შეიძლება შესაძლოა შეიყვანეს მაგით. კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა და თქვენს გარეშე ამას მართლა ვერ მივაღწევდით, 1 მილიონი ვერ გავხდებოდით და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და კოცნით ბევრს. მე ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ აი პარასკევს სერია რო დაიდება და თქვენ რო დაიწყებთ ყურებას და რაღაც და აი თქვენი თავიც რომ იცნობთ, იმიტომ რომ მაინც სკოლის ესეთი თემებია, რომ აი კლასელები და რაღაც და აი ესეთი სასაცილო რომ იყოს თქვენთვის საინტერესო რაღაც ისეთი მომენტები რომ არის ერთი სერია რო იყო რომ მაგალითად იჩხუბეს და რაღაც ის სტატიო რო დაუწერე და ერთად რო ვინერვიულოთ და რაღაც აი პარასკევს რო იდება ძალიან მიხარია რომ თქვენც ამას ნახავთ და ჩვენც აი ძალიან ისე შრომობთ და დასასრულისკენ მივედით. სანამ დავასრულოთ, ერთი კითხვა მინდა დაგისვა კიდევ. რა გინდა რა არის რა შენი ოცნება? სწავლა მესმის, ეგრე სწავლა
კარგად სწავლობს ხოთა შორის ემილია ზოგს გონია რომ ვიდეოებს რომ იგებ აღარ სწავლობ ის ხარ ოროსანი ხარ ემილი არის როგორც გითხარით ერთ-ერთი სკოლამ სამადრობელი წერილი მიწერა ემილის სწავლისკენ სწავლა გასაგებია ეგ მაგას არ ვაერთიან აი ამ კარიერის უფრო სად გინდა შენი თავის ნახვა სად წარმოგიდგენია რომ აი სად გინდა კიდე რომ გახვიდე ასე ვთქვათ აი ეგ მაინტერესებს მე ძალიან მინდა გადაღება კინოში აი მსახიობი და რაღაცა აი ეგ ძალიან მაინტერესებს მსახიობი ხო ხარ მაგრამ კინო კიდე სხვა თემა არა ხო აი კინო იმენა კინო რაღაცა TikTok-ზე რო შევიდე და for you-ро ნახო page-ის სულ რაღაც კინოს backstage-ები და რაღაცები არიან ფილმიდან რაღაც ნაწყვეტები ძალიან მინდა ძალიან მომწონს ჟანრი მითხარი როგორ ფილმში მიგოდი მონაწილეობას და ორი როლი მითხარი აი რა როლში ხედავ შენ თავს აი რას უფრო ითამაშებ დარწმუნებული ვარ შენ ყველაფერს თამაშობ მართლა მაგრამ აი უფრო რისის სურვილი გაქვს აი მე ჩემ ვიდეოებში და რაღაცა იმ ერთ ფილმშიც რო ვეყავი რაღაც სულ ისეთი პოზიტიური და კარგი პერსონაჟი ვარ და იმე ძალიან მაინტერესებს რომ ვითამაშო ან ნეგატიური არა ისეთი ცუდი ბოროტი პერსონაჟი აი არ ვიცი რატომ მინდა მაგრამ ძალიან მაინტერესებს ხო აი ეგეთი და აი იმიტომ რომ მეც ხვდები რომ ანუ კეთილის თამაში უნდა გასაგებია მაგრამ მაგის თამაში ბევრად უფრო ძნელია და ჩემთვის ძალიან საინტერესოა მაგის გამოცდა და რაღაც და აი ეს ფილმი რომანი მაგალითად Devil Wears Prada აი ფილმი რომანი და მან რომ არის ის მთავარი ცოტა მოხუციკანი რომ არის მაგის თამაში ისე მომწონს არ ვიცი ალბათ არა ძალიან მაგრა თამაში ალბათ დიდი მაგრამ მასე მაგრა არ მგონია რომ გამომივიდო და მაგრამ ხო რა აი ძალიან მაინტერესებს არა ემილის ერთი ის აქვს ეგრე ცოტა არ მინდა ქება გამომივიდეს მაგრამ თავის საქმეს ისე ეკიდება რომ არ ვიცი ვერ დაღლი აი ვერ არ დაიგლება თან რო უხსნიან სიტყვაზე როგორ უნდა ითამაშოს რა უნდა გააკეთოს არავისი არ ესმის არაფერზე არ ფიქრობს მარტო უსმენს რეჟისორს თუ აი რა უნდა გააკეთოს როგორ ითამაშოს არაფერი არ აინტერესებს ხო იმიტომ რომ იცის რომ ეგრე უნდა გააკეთოს უნდა მოусმინოს ყურადღებით უნდა იყოს აი გაქვს ფოტოშოპი მე დავიჭირო ეგ ძალიან მაგარი თვისება არის ხო რამდენადაც უფრო ძლიერად შეხვალ შენ როლში მით უფრო დამაჯერებელი და საინტერესო გახდება და ხოლმე ძალიან მაგიტო ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და სხვათა შორის ახლა სერიალს რო ვიღებთ აი ერთი ის არის რომ აი ფილმს რო თავ მაგალითად შევდივარ პროცესში და რაღაცა იმ მომწონს და მე მახსენდება რომ მეთქი აი ეს კარგად ითამაშა თქო აი ეს კარგი კადრით გადაიღეს ეგრე მაგიებზე გადავდი კინოს როგორ გადადიხარ როგორ არის გადაღებული როგორ ითამაშა ან რაღაც სტატიას რო წერს და რაღაცა და მეთქი ეს რა კარგად იმას ქნეს თქო რომ ძალიან ისე რეალისტურად გადაიღეს ეს რა კარგად ჩაიარა რაღაც ეს უკნა და რაღაც და აი სერიებში ძალიან მაგალითად რომ საუბრობ და რაღაცა უფრო მეტი მოქმედება რო იყოს იმიტომ რომ ფილმებში ხო არის რომ მაგალითად რაღაც ატკიბა რაღაც გაიწევა ისე მე რეიტყვის რაღაც ესეთ რაღაცებს ვიჭერ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს სერიალი კიდევ უფრო გაიზარდოს კიდევ უფრო წარმატებული იყოს და კიდევ უფრო არ ვიცი ბევრი რაღაც კიდევ აი საინტერესო რაღაცები ხდებოდეს მოდი მე მგონი დრო მოვიდე შენი ულამაზესი ტორტი და მადლობა ასორტის ყოველთვის ესეთ სილამაზეებს აკეთებს ხოლმე ასორტის ფოტოშოპის ძალიან ლამაზი ტორტი გამომივიდა კი და მოდი ახლა რა ვქნათ გავჭრათ მოდი აბა მეცოდება გასაჭრელი ხო მე ძალიან ლამაზია მაგრამ შეგინან მაინტერესებს როგორია შიგნე გაინტერესებს როგორია მოდი ციფრები ცოტა 1-0-იანი ხო არ გაქვს კიდე რომ დაუმატოთ აი ესენიც აი დავუმატოთ რა თქმა აი ესენი ძალიან მომწონს ესენი რო აქ და ესეც მოკლედ ყველაფერი ძალიან კაი დავწია ეხა დანი რო გაიგოს რომ ის გარეშე დავჭერით არ ვიცი ემილი კარგად გამოიყურება ო კი ემილი შენ დააგემოვნო პირველ შენი დრო მე აქედან დავაგემოვნე მე არა დიეტება არ მიმართვა იმედია საინტერესო ვიდეო იყო თქვენთვის და კიდევ ერთხელ არა მარტო მე მთელი ოჯახის სახელით დიდი მადლობა ესეთი ნდობისთვის რომ ჩვენთან ერთად ხართ თან ამდენი წლებია ემილიასთან ერთად ბევრი გაიზარდა სხვათა შორის და ისე ჩვენთან ერთად არიან და უმეტეს მადლობა ნდობისთვის და არ ვიცი ესეთი სიყვარულისთვის მართლა რა აი სიტყვები არ ყოფნის სიტყვებით ვერ გადმოგცემთ თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და რამხელა ძალას გვაძლევთ თქვენ ასე რომ მომავალ შეხვედრამდე
მოგესალმებით.